ამ სპილოს სიკვდილს გადამარჩინა. აი, შენებარე კორპუსიდან გადმოვარ და აგური. და ეს აგური მოფრინავდა პირდაპირ ჩემ თავისკენ, ეს რომ ესი არ მქონოდა, გამიჩეჩხვავდა იმ თავს. ხო. ლაშა, სოფი გადიოდა და შემთხვევით წამოედო. არ უნდოდა, ძალით არ უნდოდა. სოფი იყო, ხო? ძალიან კარგი. ეხლა ნაყოს, მაგრამ როგორია გამწარებული და გაბრაზებული ლაშა. ეხლა მეცადინეობა არ უნდა და მოიგონა, ნუნუ ცუდად არის და ძვირიანი ოპერაცია ჭირდებაო. ელენე არ დასაჯონიკა არ იტყუება. რა? ხო, ნუნუს მართლა ჭირდება ოპერაცია. იცი რა მინდა გითხრა? არ ვიცი, მაგრამ უკვე არ მოწონს. გია, მე მართვის მოწმობას ავიღებ და მე დავჯდები მაგ ჯიპზე. რა კარგია. როგორ ახარ ბიჭო? როგორ ახარ გამაგებინე? ხო არ შეგეშინდა მარტო რო იყავი, ხო კარგად გეძინა. კარგად არის ლაშა, კარგად. კარგად არის, გაანებე თავი, არაფერი არ უნდა. მაგრამ პრინციპში ნახე დააკვირდი, ფეხები ნახე როგორ აქვს მოკეცი. მე მგონი ფისი უნდა გადააყენე. ნაკა ხარ კაცო? აქავა, ხო, აქავა. სამსახურში არ წახვედი? არა ეს ჩემი უფროსი კახა რაღაც შარში გავხვიე და გაბრაზებულია ძალიან და ვერ მივდივარ. რა შარში გახვიდე? ნუ დიდი არაფერი, მაგრამ ეს ხო ძალიან პატარაა. ხო და პატარა მოთმინების ფიალა აქვს და მალე ევსება ხო ხდება. ვერ მივდივარ, რა ვქნა, ვერ მივდივარ. აჰა, გასაგები, კარგი. პატა, ეხლა შენის მითხარი. წუხელ მთელი ღამე. ყურის ბიბილოზე რატომ ეთამაშებოდი რა სიზმარი? არაფერი სიზმარი არ მინახავს ლაშა, უბრალოდ ვერ ვიძინებდი და ვერ თობოდი. რატო იცი რა ფუფულა ყურის ბიბილოები გაგერთი გეხვეწე აკე კაცო აკე ხო ერთი რა გეხვეწე არა ხარ შენ ნორმალური მეორე ყურზე ერთი მეორე ყურზე ვერ მოვასწარი აჩერდი გამანებე თავი არა მეთქი კაცო არა მეთქი მაგრამ ეცა ხასიეზე გაიგო თუ გინდა ფოკუს გაგიკეთებ აუ კი ხო თვალით დახუჭე და ხელი მომეცი ხო კი აბა ფოკუსი თუ გინდა ეგრეა ხო ხო დახუჭე ხო თვალი მომეცი ხელი მომეცი ხო მუცლიანი ხელი ფურასაზის მომეცი დანა მომეცი უნდა მოვიჭრა მომეცი რაღაც მინდა ნახე მართლა ბაძებს ვერ არის დანასვაძე წავალ ხა დავიბან ხელს და კი არა დავიბან იცი რა ცოტა ესე დავიტოვებ აი უჭიპო მუცლიან ხელს და ვინმე რომ მოვარ მოეფერები არა რაღაცას მოიცადე ეხლა ნახე რაღაც გავაკეთე ვა ბავშვი როგორ ახარ მოდი ლოყაზე მოგითათო ერთი მოდი ლოყაზე მოგითათო რა შემიძლია ფოკუსი გაიკეთა ვა ელენე როგორ ახარ აშვებია ლაშას ფოკუსი აი ახლა ფოკუსნიკი გახდი თუ წავალ ხა ჩამოვიბანა სანამ დამიდნე სათუთი თითები მარინა ბატონო დღეს ადვილად რა გვაქვს ზღვის კომპოსტოში რა კომპოსტო კაცო მეზღუთათვის პოზიტიური დღეაო და მათთვის ესე იგი ჩემთვისაც რეკომენდებული არის შემწვარი ხორცის ჭამაო ეგ საიდან მოიტანე აი ნახე კალენდარი გიდოს მაგიდანზე წაიგეთ ჰოროსკოპში წერია გია შავი პასტით მაინც მიგეწერა რა
ყვილად მაცდენ რა. სადილიც გასაკეთებელი მაქვს და საგზაო მოძრაობის წესების სასწავლი. არა, ეს ტრამვაის მოძრაობის წესები რასაჭიროა ვერ გავიგე რა. და ეს ქინძი აქ რასაჭიროა ესეც ვერ გავიგე. მარინა, მე მგონი შენ განსაკუთრებული მეთოდით უნდა შეგასწავლო მოძრაობის წესები. ეგ როგორ? აი მაგალითად, შუქნიშანი. პომიდრის ფერზე ვჩერდებით, ლიმონის ფერზე ვემზადებით და ოხრახუშის ფერზე მივდივართ. კარგი გამახსენდა, ხვალ პრავაზე მივდივარ და მასწავლებელ სოკოსუპის რეცეპტი უნდა წაუღო. მე გავიგე. ხვალ სოკოსუპის რეცეპტი უნდა წაუღო. გუშინ კრაბის სალატის რეცეპტი მიუტანე. ამასთანავე ნიგზიანი ნამსხურის. შენ დადიხარ პრავაზე თუ ეგ შენი მასწავლებელი დადის კულინარიის კურსებზე. შენ მახუმრობას გირჩევნია შენი დანაპირები შეასრულო. 25 წელი რომ პირდები პარიზში წაგიყვანო, ხო არ გონია დამავიწყდა? წაგიყვან, ხო, წაგიყვან. ოღონდ ჩარშანდელივით არ მოიქცე იცოდე. პარიზში მივდივართო რომ მითხარი და დამათრე და მე სიღნაღში ამომაყოფინე თავი. აი მსგავსი უმადურობა გაგონი რა. არის გეჩევნია სიღნაღს გოგო. რანაირი ქართველი ხარ მარინა რა? რანაირი და რომანტიკული და მეოცნებე. გია, ხომ დამპირდი, ცოლად რო გამომყვები, პარიზში წაგიყვანო. მომატყუე? ეგრე გამოდის. ესე იგი ჩვენი ურთიერთობა ტყუილით დაიწყე? ეგრე გამოდის, მაგრამ როგორი ტყუილით მარინა? საოცრად და რომანტიკული ტყუილით. ვერავისრულე ჩემი ოცნება პარიზი რა, ვერამისრულე. აბა ჩემი ოცნება ჯანმრთელი ბავშვებიაო. ჯანმრთელი ბავშვები და პარიზი. ჯანმრთელი ბავშვები და მშვიდობაო. ჯანმრთელი ბავშვები, მშვიდობა და პარიზი. ჯანმრთელი ბავშვები, მშვიდობა და სტაბილური შემოსავალიო. კი ბატონო, მაგრამ პარიზიც. მარინა, ამდენი ოცნება აგისრულე და ახლა ერთი პარიზი რამენია მამაც. რა კარგად გამოიყურები? რაღაცა სხვანაირი ხარ, კი? მართლა? კი, აი ეს ტელეფონის ყურმილი რო არა გაქვს ყურზე მიდებული, ვეღარ გიცდა. აბა ეხლა მითხარე, მე რამდენად დაურეკე ილიას დღეს? არც ერთხელ არ დაგვირეკავს ლაშე, გუში საღამოს დამირეკა 8 საათზე და იმის მერე არ გაგვითიშა. ავალ მე ზემოთ ჩამოვიდა, ტელეფონს თორე მოიწყენ და მარტო ლაპარაკი. მოდი აქ, მოდი ელენე, მოდი აქ, მოდი. მოდი სანამ შენ ეხლა შენ ილიას დაელაპარაკები. მოდი დავსხდე და ნუნუზე დავილაპარაკოთ, ნუნუს სახლზე. ო, ლაშე დავილაპარაკო. ნიკა, არ გინდა შენთან ოთახში ახვიდე და ითამაშო? არ მინდა. ბადი კაცო. ის ნუნუზე უნდა დაელაპარაკო? მე ეს რას მიხვდება იყოს კაცო, მიდი დაელაპარაკო. ბავშვია მაინც რას მიხვდება რა იყო რა. ნიკა. ო, კარგით რა, მე უკვე გავიზარდე, ვიცი რომ ნუნუზე უნდა ელაპარაკოს და ჩემთან ერთად იმიტომ არ გინდათ ნუნუზე ლაპარაკი, რომ მე პატარა ვარ, სინამდვილეში კიდე გავიზარდე. რაზეც გინდა იმაზე ელაპარაკე. დიდი ხარ ხო? ასე მალე როგორ გაიზარდე? იმდენ ძეს და თაფლს მაჭმევ რომ გავიზარდე. გაიზარდი არა ის, ნუ ბოდიალობ რაღაცებს, კაცო. ო, კარგი რა ლაშაბიძეა რა. ადამიანი მარტო სიგანეში კი არა, ჭკუითაც იზრდება. მართალი ხარ ბავშვი, ხო, მართალი ხარ. აი ეს რო იცოდე სიგარ ისწავლობ, რა დროს შენი გაზდა, პატარა ხარ ჯერ. კარგი რა დედა რა, მასე პატა გარეგნულად დიდია, მაგრამ აბა საქციელზე შეხედეთ. აი, რასა თქვენ არ გინდებოდ ხომ მეც ეყვა რას მიყურებთ ვერ გავიგე. რა გინდა თუ ვერ გავიგე. არ არის ეს ნორმალური, არ არის. ამან ეთქვა ბავშვი დავიღალები დი წყალი მომიტანე ერთი რა. არ მოგიტან, შენ თვითონ მოიტანე. საერთოდ თავი დამანებეთ რა, მე უკვე გავიზარდე და საინფორმაციოს უნდა უყურო. ეს მე მგონი მართლა აღარ არის ბავშვი ეს მე მგონი. კაცი მიდი წყალი მომიტანე რა კაცი რა. ო, ავალ მე ზემოთ ტელეფონს ჩამოვიტან. კაცი, შენ მომისმინე, გაიზარდე ხო? კი. ანუ დიდი ბიჭი ხარ უკვე, კაცი ხარ ხო? კი. ერთ წუთი მათხოვება. რაღაც უნდა გაჩვენო ერთი რა. აბა ერთი ამას შეხედე და რა აზრის ხარ მაინტერესებს შენ. ფუ,
კარგია პატარა შავიცია პატას რამე უთხარი რა რაღაც უზდეობებს გაყურებინო აუშელობებს გაყურებინე მოდი აქ უნდა გაყურებინო მოდი აქ გასაყურებელი ნორმალური ხარ კაცო ნორმალური ეხლა რომ გეუნები მოდი აქ გასაყურებელი ნორმალური სულაკი ეს ვარახა შენ ნორმალური არა რა ადიზევით ბიჭო შენ მოდი დაჯექი მოდი დავჯდე კაცო დახურერ რა წავიდეთ პარიზში რა. არ მინდა რა. წარმოიდგინე ჩვენ და პარიზი. მე ჩვენ ორნი და ცარიელი პარიზი? ჩვენ და მთელი პარიზი. მარინა, პარიზის урბანულ ნაწილში ცხოვრობს 9,900,000 ადამიანი. ეხლა თითოეულის ფიზიკურად წარმოუდგენია, ცოტა მიჭირს მართალი გითხრა. კარგი რა გია რა. კარგი ხო, კარგი. წარმოვიდგინე ჩვენ, წარმოვიდგინე პარიზი. მაგრამ გზის ფული, ვიზის ფული, სასტუმროს ფული და კიდევ რაღაცები მეჭირება და ცოტა მიჭირს. ვიშოვით, გია, ვიშოვით. როგორ? აი მაგალითად ლევანის ნაყიდი მანქანა გავყიდოთ და პარიზში წასასვლელი ფული გვექნება. ან შენი პატარა მანქანა გავყიდოთ და მაშინ ბექას ექნება უნივერსიტეტში მარშრუტკით წასასვლელი ფული. კარგი ხო, კარგი. აიღეს მართვის მოწმობა და წავიდეთ მე პარიზში. რა კარგია, ესე კი ფული გააქვს? ფული არ მაქვს, მაგრამ შენ მაგ მოწმობის აღებას ერთი 10 წელი მაინც მომუნდები. რამე რაღაცა შემოგვიყვება ხალხს. რანაირი ხარ, რა გია რა? ისე ჯობია მალე წაიყვანო დედა პარიზში, სანამ ლევანმა მოსკოვიდან პარიზს არ გამოგიგზავნის. აი მართალი ხარ ბექა. ლევანს ვეთქვი და პარიზში წასასვლელ ფულს გამომიგზავნის. მაინც ვერ წავალ პარიზში. რატომ? ვიზას არ მოგცემ. რატომ? არ გამოვართ მე. რანაირი ხარ, აგი, აი მართლა რანაირი. დამშვიდი დედა მე დაგათვალიერებინებ პარიზს. მართლა დედიკო, როდის? ეხლავე, აი მოდი Google-ში, თან 3D გააკეთეს. ო ხორჩახ მეკა, მე რა თაზებია. აი ორივე ერთნაირები, ორივე. დიახაც. ბეკუნა რა შვები დედა? ჩიკას ვიღებ. მერე წრეზე მარცხნიდან როგორ შემოდი? ავარიულები მქონდა დედა ჩემს თუნ. რა შვები მამა? მე ახლა ვარ საჯარეთის ვარგულებელი. ამავე ხალხს რას განიშნებს? რას და შენ პულტი მოიტანე? შენ კიდე ჩაი მოიტანე. ალო ბატონო კახ მე დღეს სამსახურში ვერ მოვალ რატო? რას ქვია რატო? ხო გითხარით რომ ბებია ჩემს 40-ია მეთქი 40 დღე არ გასულა? როგორ არ გასულა? 40 დღე გავიდა უბრალოდ ჩვენ ხო ერთი დღით გვიან გავიგეთ რომ დაიღუპა ხო და ანუ ეს ხო ხტები და ხო ესა 40 დღე გადის ხვალ და ხვალას ვერ მოვალ რა ესე და ხო მადლობა კარგით ნახვამდის კარგით ხო რატო? რას ქვია რატო? ნიკადე მოდი ჭამე კარგი რა დედა რა არის ეგ რამ ხელა კარაქიანი ყურებია რა ნიკა ხო თქვი რომ დიდი ბიჭი ვარო ხო და დიდი პური უნდა ჭამე მიდი აი და მე სოლი უნდა მოიყვანო რომ მიხვდეთ რომ მართლა გავიზარდე მიდი ნიკა დედე ჯერ ეს პური შეჭამე და მე მოიყვანე ცოლი მიდი ამას სანამ შევჭამ 10 წელი გავა და კი მოვიდა ჩემს მოყვანის დრო ჭამე რა დრო შენი ცოლია გამოდი რა დრო შენი ცოლია უყურებია ჯერ რძე არ შეგშობია პირზე შენ არც რძე არც ტოლმა და არც ტყემალი არ შეგშობია პირზე და კი ყავდა 4 წელი ისე ლაშა 10 წლის მერე ეს რო ცოლს მოიყვანს ხო? შენ უკვე ბოქსინგი გექნება შაჰ-აბასის რეკორდი. აბა რა რეკორდი? რა რეკორდი? 10 წელში 100 ცოლი. რა რეკორდი? ხო. გამანე ბეკაცო ერთი თავი რა.
ისე ნიკა დედიკო შენ თუ აპირებ მართლა წელიწადში ცოლის მოყვანას, წავალ მაშინ სალონში ჩავეწერებ, თორე იქ იმხელა რიგებია. ხო, ელენე, შენ ჩაეწერე მაგ სალონში და თეკლა მეორე სალონში ჩაწერე, იქ რიგები არ არის. თეკლას ისე თით მაქვს, ისე 10 წელი კი მოუნდება იმის დამარცხეს. ნიკა, ისე შენ რომ ცოლს მოიყვან, გპირდები, მე ისე უნდა ვიცეკვო. ისე უნდა ვიცეკვე რომ მთელი ქორწილი ჩემზე ლაპარაკობდეს, აბა? მე კიდე იცი რას ვიზავ. ეხლა დავიწყე ფულის შეგროვებას და 10 წლის მერე შენ რო ცოლს მოიყვან, ის დღე რომ მოვა, წავალ ვიყიდი Sony 1-ს და შენ რო ქორწილში იქნები, მე სახში დავждები და ვითამაშებ Crash-ს, ჰა? მომაგარი აზრია. ახ, ისე 10 წელიწადში რამდენ ახალ საჭმელს გამოიგონებენ, ჰა? ძალიან ბევრს. გააკეთე რა მე არ ცალი 10 წელში ცოლი მომყავს. მეტი რომ მოგდის შენ. გია და მარინა და გაუღო? გია და მარინა უნდა გაუღო, კაცო, აბა რას მეკითხები? მოალოდინებ იმ ხალხს. გამარჯობა. 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 აი მე ლაშა უკაცრავად რა ეს ხელცარიელი შემოვედი. მოდით ხო დასხები. წავალ მე წამოვწვევი ჩემთან. არა, კი არ მეწყინა ახლა. არა, რა არის საწყენი, უბრალოდ ისე წამოვწვევი ხო. რა იყო რო ეცი იმკარებს და გააღე. არ მეიგებ კაცო. გააღეო, შენ არ მითხარ. მე უნდა დაინახო, ჯერ ხელცარიელი მოდის თუ არა. აი ქორწილისთვის ვემზადებით. ვაი? ვისი ქორწილის? ვისი და აი კაც ბავშვს მოყავს სოლი 10 წელიწადში. ო, 10 წელიწადში უნდა მოიყვანოს, აბა. ვაი მე გილოცავ. აუ, 100 ცოლის მოყვანას ვისულოცავენ რა. მე რა 8 წელში მომყავს. აი გია, ხედავ გია. ბავშვმა დაგეგმა რაღაც, რაც უნდა გააკეთოს 10 წლის შემდეგ და შენ ისიც ვერ გითქვამს ჩემთვის, როდის წამიყვან პარიზში. მარინა, გპირდები რა. აი ამას წელიწადში იმდენჯერ წაგიყვან პარიზში, რომ მე მეხვეწებოდე პარიზში აღარ მიდე, მოდი წამო სოფერს დავიდეთ. აი მაგას დავიმახსოვრებ იცოდე. გამარჯობა. აი მაგას დავიმახსოვრებ და 10 წლის განმავლობაში თუ არ წამიყვან პარიზში, იცოდე, ისე გეჩხუბები, რომ მეხვეწებოდე შემირიგდიო. ხო, კარგი, ეგრე ხარ. ალბათ მაგ დროს უკვე ბებია და ბაბუა ვიქნები. ისე ბექა ყოველ დღემდე ფულს მართავს, რომ მეგონი უკვე ვართ. არის ეგ ბებია და ბაბუ არ ვიცი გისმედით, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ალბათ 10 წელიწადში მე წესით მინისტრი ვიქნები. ნუ მინისტრი თუ არა, მინისტრის მოადგილე ვიქნები. მოადგილე თუ არა, თანაშემწე ვიქნები, ან უფროსი სტაჟიორი, ან რა ვიცი, სადაც ვარ იქ მაინც დამტოვებენ, იმედია და გამომაგდება სამსახური. იმედია, რა ვიცი. და ხელფასაც ერთი 100 ლარით როგორ არ მომიმატებენ, ეხა 10 წელიწადში 100 ლარით არ მომიმატებენ ხელფას. და ისე დააგვირდე რა, 30 წლის ხარ და რამდენამეს მიაღწია. წარმოვიდგენ ახლა 10 წლის მერე რა მოხდება? ვაკვირდები და ცოტა მეშინია კიდე. ხო, აბა და კი. ახლა 30 წლის ბიჭი ხარ. კაცი ხარ რა და ჩემთან გძინავ საწოლში. 10 წელიწადში შენ 10 წელიწადში შეიძლება იმდენი მოახერხო რომ მარტომ დაიძინო კაცო. აბა. ისე ლაშა რა საინტერესოა მე რას ვიზავ 10 წელიწადში, ან თეკლა. ხო, ასე პრინციპში არ ვიცი ახლა შენ რას იზავ 10 წელიწადში. შეიძლება ალბათ ისე ილიას დევნაში იქნები, ხო? და ახტებით ხოლმე ერთმანეთს. ო, რა ვიცი, ეგრეა რა. ისე რატო მართლა თუ მოვიყვან ცოლს 10 წელიწადში? ან და საერთოდ როგორები ვიქნებით 10 წლის მერე? კარგი, ელენე მორჩა დამშვიდდი. დამთავრდა პროფილი და მიხედე საქმეს. დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა, დღეს ნიკას ქორწილის დღეა. ყოფილა რაიმე ძალიან მომენატრეთ ყველა. აი მე თეკლა.
ხაბასულ შენ გიხსენებთ ხოლმე თეკლა ხო რა კარგად გამოიყურები თეკლა რა ლამაზი ხო აუ თმებიც რა კარგად გაქვს მოგწონს ხო ეს ჩემმა სტილისტმა მირჩია და გავიკეთეს ხო არა და გახსოვს ადრე რანაირად ქონდა სწორი და გაშლილი თეკლა ეგ მე მქონდა ხოლმე შენ ცოტა სხვანაირად ქონდა ხო თეკლა და მოტკეცილი ჯინსები გახსოვს ხო ეგ რა იყო და ის ზოლიანი კაბები რო იყო ძალიან საშინელი გახსოვს შენ ეხლაც ეს გაცვია არა მარტო ეს ერთი იყო მაგარი არა მართლა ძალიან კარგად გამოიყურები მომიყევი როგორ მოახერხე თეკლა, ცოტა დიეტა, ცოტა ვარჯიში, ცოტა იოგა და ბევრი ბოტოქსი. ხო, იცი რა, ცოტა ხანში მეც უნდა დავიწყო იოგა და ვარჯიში, თორე ამ ამერიკის მერე ძალიან სუსტად ვგრძნობ თავს. ვაიმე თეკლა, მომიყევი ამერიკის ამბები, მიდი. ვაიმე, რა ვიცი, ელენე, საიდან დავიწყო, არ ვიცი. მოკლედ გლასტონბერის ფესტივალზე გამოვედი და წარმოიდგინე მეორე დღესვე ატლანტაში მიმიწვიეს კონცერტზე. იქ ხო ვიმღერე, მე დღე გამოშვებით 28 შტატში მქონდა ეს კონცერტები. ნუ ძალიან დავიღალე, მაგრამ მაინც ძალიან კმაყოფილი ვარ. ელენე, ეს ჩემი ფანები გიждდებიან ჩემზე, სულ ჩემი ავტოგრაფები უნდათ, ფოტოებს იღებენ ჩემთან. ხო დისკებიც იყიდება. წინაპირაში 100,000 გაიყიდა და იმის წინ კიდე აღარ მახსოვს ამერია უკვე რა ვიცი. ვაიმე თეკლა, რა დრო დადგა. ადრე ესეთ რაღაცებს როგორ აბუქე დი ხოლმე და როგორი მოგზალებით ყვები რა ვიცი ელენე ოი ხო ელენე ლივერპულში ბატონი ფრიდონი შემხდა არა უფრო სწორად ბრიტანეთის დამსახურებული არტისტი დრამის კომედიის მელოდრამის და ფენტეზის მსახიობი სერ ფრიდონ შვანგირაძე რაც გადმომცა თქვენთან მოგილოცათ ნიკას ქორწილის ამბები და თვითონ ვერ ახერხებს ჩამოსვლას ჯეიმს ბონდში იღებენ. ვაიმე თეკლა როგორ მიხარია ფრიდონის ამბები? ხო. აი ახლა ქორწილზე მომიყევი. ვაიმე რას წარმოვიდგენდი ნიკა რო ცოლს მოიყვან და ესე მალე. რა შეიძლება ესე გაზრდილია ხო ნიკა? ვაიმე თეკლა ისეთი გაზრდილია შეიძლება ვერ იცნო. ეხლა უკვე ნელ-ნელა აქ ხალხი მოვა შევიკრიბებით, მე ნათიასთან წავალთ სახლში და ხო. ქორწილის მერე პარიზში მიდიან. პარიზში? უფ, პარიზი ძალიან კარგია. თან მით უმეტეს რაც ეს მახინჯი ეიფელის კოშკი მოაშორეს ხო საერთოდ. თეკლა იცის რა სად უნდა წასვლა ბათუმში. ხო. მაგრამ ბათუმი ძალიან ძვირი ჯდება. ხო და რა ვიცი, მაინც პარიზი გადაწყდა ბოლოს. ხო, კაი ილია როგორა? ილია ისევ ქუთაისშია მუშაობს. თეკლა რაღაცნაირად მოტყდა იცი ხო ისე ერთ-ორ თვეში თუ არ გავყვებით ცოლად მე აზრი აღარ ექნება ვაშა თეკლა შენ თუ არ მოხვალ მე ერთი ხვალამდე მაინც ვერ მოვალ შენ იგრებ შენ აი მე ვაშა როგორ მომენატრე მეც მომენატრე რაღაც ძალიან შეცვლილი ხარ აბა რაც არ გინახი ვარ შენ იმის მერე 20 კილო დავიკელი აბა ხო შენ როგორ ხარ რა ვიცი ვაშა სულ გადარბენებზე მაგრამ რომ გავიგე ნიკას ქორწილიაო მივატოვე ყველაფერი და გამოვიქეცი საქართველოში ხილ რასაკეთე ეს სურათი არ ჩამომიგდო ელ ისა რა თეკ თეკლა ატივი მიაგო ოკეი ძალიან დიდი მადლობა მინდა გითხრა თეკლა შენ რომ ის ოპერაციის ფული გამომიგზა ძალიან დიდი აი ვაშა არ გრცხვენია რა დიდი ამბავი ეგ კარგი რა რას ლაპარაკობ თეკლა ახლა იმ ოპერაციის მერე ხო ეხლა უკვე 2 ჭიპი მაქვს ესე იგი მაინც გეყორზე? კი, ცოტა შენი ფული, ცოტა ჩემი ფული, ცოტა ესე მოვაგროვე და ახლა 2 აი. ხო. ის ელენე, თეკლა ხო. კარგი ხო. ელენე მართლა ილიამ დარეკა და მითხრა რომ ელენეს უკვე უთხარი რომ ვერ ჩამოვდივარო. ხო და კიდევ ნიკას გადაეციო სიძე შეძველო ბატივით სქელო და იო. ასე ხო. თეკლა. ხო.
თეკლა. რაც შენ წახვედი ისე, რო იცოდე, რაც შენ წახვედი, არაფერი საინტერესო არ მომხდარა რა. და არც მოხდება თეკლა. კი. აი თუ არ გჯერ, აგერ აი ტელევიზორი გადაახვი 20 დღით წინ და ნახავ რომ არაფერი საინტერესო არ ხდება. კარგი, ლაშა, ხა ეგრეც ნუ იტყვი. ხო შეგვპირდნენ ზამთარში შვარცნეგერი ჩამოვაო. შეგვპირდი. წარმოგიდგენია თეკლა, ბუშის მერე არც ერთი ამერიკის პრეზიდენტი არ ყოფილა. ბეკუნა. ვა, ჩამოხვედით უკვე? როგორ ხარ? კარგად, დედი, შენ? რა ვიცი, მეც კარგი. კარგი, მე ჩემ ოთახში ვიქნები და მე გნახავ. გია, აი არ უნდა გვეყიდა ის iPhone 12 რა. რაც აგუკიდეთ, მაგის მერე სულ შიგნით არის შემძრო. აი, მაინა, ხო, გაი. შენ ჯობია მეტი ჩანთაში მიხედო. ესეც ასე. ოივე. შენი როთას დავისვენეთ და მშვიდობიანათაც ჩამოვედით. 10 წლის წინ რო შემპირდი პარიზში წაგიყვანო, გახსოვს? კი. მერე? რა მერე? შემკითხე თუ გახსოვს და უნდა მახსოვს. გია, იმის მაგივრად რომ პარიზში წაგიყვანე და ელისეის მინდვრები გეჩვენებინა, სოფელში წამიყვანე და საძოვრები მაჩვენე. აი რა ვქნა მარინა? რა ვქნა? საქართველოსა და საფრანგეთს შორის ტელეპორტაცია ჯერ დაშვებული არ არის. ხო და ამ ქართულ ავიახაზებს კიდე თვითმფრინავის ბილეთები ისევ ისეთი ფასი აქვს, 10 წლის წინ ქონდა და ამას ვერ ვიყიდეთ, ხომ იცი არა? რა გინა ეს ახლა პარიზში რა? აი 30 წელია მეხვეწები, წამიყვანე. დაძველდებოდა უკვე იქ ყველაფერი. რა გინა იქ? და მეთქე სოფელში მშვენიერი დრო გავატარეთ, კარგათაც დავისვენეთ. ისე გული კი დამწყდა, ძალიან მალე წამოვედით. იმასაც დაწყდა გული. დაინახე როგორ თვალებით მეყურებ და მანქანაში ბაქსო ვალაგებდი. არა, მაინც სხვანაირია რა, სხვანაირია გეუბნები. ეხლა სხვა ქათმებიც ხო არიან ეხლა, ნუ ეს სხვანაირი, ეს რაღაცნაირი დინჯია. ხო რა. რომ მიდიოდით, ესე მოვიდა. შემოხედა ესე. ეს ფეხი აწია და ესე მეუნება. ზავშვიდობისაო ანუ. ყურადღებიანია, ხვდები? ეგრეა კაცო, მარტო კვეცხში ხო არა საქმე არა. რაკენი შენ მოსაწოვებზე დაურეკე ყველას? ვინც სიაში იყო, ყველას დაურეკე კი. დალაშა ის შენი ცოლები ყველა მოდის? მე-1000 და მე-700-ს გარდა კი მოდის და. მე-1000 არა, მე-7 და ნუ პირველიც ახლა. უი ხო გავიგე პირველზე ვიზიარებ ლაშა. კარგით, ავალ მე ზემოთ მოვწესრიგდები, ჩავიცვებ და თან ნიკას დაურეკ. არა, სად არის ეს ბავშვი, რით ვერ გამოიტანა ეს ტანსაცმელი? ლაშა, ცოტა ხანში პაატა და ბავშვები მოვლე და ყურადღება მიაქციე, რამე არ დააშაონ. ელენე, რამე არ დააშაონ კი არა, რამე არ დაიშაონ, თორე ნელიკო დაგხოცავს უყველას. ნელიკო ეს პაატას ცოლი, ხო? ხო, ცოლია თუ უფროსი ოღონდ ვერ გაიგე. იყავი შენ, იყავი, გასლაპ. თეკლა გააღია. ვა, თეკლა. როგორ ახლა თეკლა? რა ვიცი ახლა. რო გითხრა ახლა რომ ძალიან გამიხარდა შენ ხო მეთქი მოგატოვებ. რო კარგი ხო აჰა, როგორ ახლა? რაშვები როგორ ხარ? რა ვიცი. ბავშვებო, გაანებეთ მაგკარებს თავი, კაცო, რო გავათ მე მოგლიჯეთ ეს სახელურები, გაჩედით ახლა. შემოდით ახლა წყარად იყავით, შემოდით წყარად. ვაიმე, აი, ბავშვებო, რასაკეთებ? სადმიზურები რა? გაჩედით, ჩვენ რომ ვიცით, მორჩა დადექიდან სულ, მოდით ახლა, გაჩედით, მორჩა, გაჩედით, მოდით ახლა. დადექით წყარად.
დადეგით გაწყარა. ბავშვებო და ზაპ მეთქი ბავშვი დაჯექით. ეხლა ხალხი უნდა გაიცეთ ეს თეკლა. ხო, ეს კიდე არის ადამიანი ქონი. გაიგე? ხო, დერე თქვენი რო გეუბნებათ ხოლმე, რო გაშინებ ჭამის დროს, დროზე შეჭამეთ თორე მალე მოვა, აი ეს არის ის. მიდით ეხლა რას გასწავლეთ, აბა რა ისიც. მიდი. არგი ბავშვებო, ზაპ ბავშვებო, ჩვენ რო ვიცი დადეგით. კარგები არიან კაცო, რა კარგია. მიდით ეხლა ადი ძევი და რაც გინდა აიღე დაამტრე, წავიდა. სასწავლი პაატა ბავშვებს. ეს თეკლა აზრია რა, მაინც რაც უნდა იმას გააკეთებდა, ესე ვითომ მიჯერებენ, ხო ხტები ხო? მოდი ერთი შენიშკე რა ხდება და მე ლაპარაკი მოდი. რა ვიცი პაატა, რა ვიცი, ეხლა ხანს ჩამოვფრინდი. აჰა. ჩამოფრინდი? ვაჰ! ოჩახ მოიცა, ადრე მამა შენი რა ვიცი, ხა ფრენდის უფლებას კი არა, იმაზე ექსკალატორზე არ გაყენებდა რომ ზედა საფეხურზე უბერავსო და რა ვიცი, ეს ფრენა ოჩახნერს ეს ოჩახნერს. აბა მართლა. უი, სხვადასხვა მამაც შემა ძალიან მაგარი ტატუ გაიკეთა ეხლა და გავგიჟდი ისე მომეწონა. ხო, საყურის გაკეთებაც უნდა, მაგრამ ცოტა ეშინია. პაატა, შენ რა შვები? რა ვიცი, რას ვიზავ თეკლა. აი, ცოლი მოვიყვანე. ყავს სამი ბიჭი. ედუარდი მიშა და ბიძინა, ხო? პაატა ძალიან კარგია, რაღაც კარგი ბავშვები ჩა. კი, კარგი ბავშვები, მართლა კარგი ბავშვებია რა, იცი. პრინციპში ღირდა არ უნდა იცი, ღირდა ამის გაკეთება კი, მაგრამ რა არის ეხა, რო ფიქრობ ხო აი, განსა ეხა სამივე ცელქია, მაგრამ ეს მიჟძე მიშა და ბიძინა კაცო. დღე და ღამე ერთმანეთს ეკინკლავებენ, ეხლა ბუცებენ ჭამენ ერთმანეთს. რაღაც შემიძლია დავიტანჯო რა. ეს ედუარდი ხო ბავშვია, მაგრამ რაღაცა სხვა ტიპია, ხვდები? ესე რაღაც თავისთვის ჩაფიქრებული უყურებს, აკვირდება რაღაცა, მერე ჩანაწერებს აკეთებს, რაღაცა ამოცნაური ბავშვი. მაგრამ კაი, სამივენ ძალიან პრინციპში ღირდა არ უნდა ღირდა. ღირდა ნამდვილად არ უნდა, ხო. აი ესეა და რა ვიცი, აბა. ხო, სხვათა შორის სამსახურს რაც შეეხება ისევ იქ მუშაობ, სადაც ადრე მუშაობდი და ხელფასი მომიმატეს წინათოში. რას ლაპარაკობ? მართლა რამდენი? ეხლა მაქვს 100 ბეცით მეტი. 100 ბეცით ვიდრე მქონდა, ხო? იმიტომ რომ რა არის ლაშა ზაფხულში ხომ მე რაღაც სოფელი დავტბორე. დამაკლეს მაშინ. დამაკლეს და მე იმდენი მომიმატეს ისევ რაც მქონდა და აი ესე რა ვიცი. ზურგით არ დაუდგე იცოდე ესე ბავშვებო ზაპ მეთქი გითხრა ზაპ ეხლა ბავშვებო გაჩერდით ხო მომისმინეთ ეხლა შედით იმ ოთახში და რაც გინდა აიღე დაამტრე წავიდა მიდი ნელა შედი ნელა უყურე რა ედუარდ მიხედე იცოდე მაგათ ხო ოჩახ წინა მოსვლასთან შედარებით ძალიან დაჭკვიანებულები არიან. რას ქვია, ელენე? ისე ხო ჩანგლი დამსდევდნენ. აბა, ელენე, მამის ხელები, აბა, მამის ხელები, აბა, როგორ გინდა, ხო? გია საჭმელი გინდა? გინდა წვიანი გაგიგე. მიძალები. მიდი. Ციცა გაუქნა? არა, ციცა გამიდა. ესეც ასე მზად არის. მარინა. რა ვიფიქრე იცი? აი ახლა ჩვენ სოფლიდან რაღაცები ხო ჩამოვიტანეთ არა? ხო და ლევანს ხომ არ გავუგზავნოთ მეთქი? კარგი რა, ეხლა ლევანმაზე ლაპარაკი არ დაიწყო რა. რაიღო, რა გინდა, რასტოში ადამიანი შენი ძმა არის. ასეთი ყურადღებით გვეპყრობა 1000 რაღაცას გვიგზავნით. ჩვენს გავუგზავნოთ რაღაცა, ეს ეუბნება ადამიანს. ლევანმაზე ლაპარაკის თავი არა მაქვს ეხლა. დღეს ხო იცი ნიკას ქორწილია და დაპატიჟებულები ვართ. თან რა არის, იცი, ხელცარიელი არ მინდა რომ მივიდე და რაღაცები მინდა გავაკეთო. შენ როგორ ფიქრობ? ბანანის ჩაკაფული გავაკეთო თუ ხბოს ხორცის ტორტი? აი რას ლაპარაკობ შენ? არ შემარცხუნე ისო და ეხლა იქ საჭმელით ქორწილში არ მიხვიდე რა. იქნება იქ ყველაფერი ძალიან ხო დავშენ. როგორ? კატლეტი? არც კატლეტი. და რა? არც соуსი. არ იქნება იქ საჭმელით ხო გეუბნები. მომეცეთ ცოტა. ისე ნიკას ველაპარაკე და იცი რა მითხრა? ქორწილის მერე საქორწილო მოგზაურობაში მივდივართო. მართლა. სად? ჰა? სად?
არ გეტყვი. არ მეტყვი, მითხარი. არ გეტყვი. მითხარი? ვერ გეტყვი ვერა. რატომ ვერ მეტყვი, მითხარი? ნერვები არ ეშლება და არ მინდა. არ გეტყვი. კაცო, არა მეშლება ნერვები, შენ მითხარი. ვიცი რომ აგეშლება. საი მე უფრო კარგად არ ვიცი, მითხარი. ნუ კარგი, კარგი. პარიზში მიდია. რატომ მითხარი? ხომ გითხარი? რა მითხარი? რა და მითხარიო და გითხარი, ვა, მე გეუბნებოდი არ გეტყვი მეთქი, არა მითხარიო და გითხარი, ჰა? რატომ მითხარი? იმიტომ რომ შემიძლია მითხარიო და გითხარი, აკლა. გითხარი, რატომ მითხარი? კარგი, ხო, რა მოგივიდა, რა, გითხარი და გითხარი, მოშე რა. დია. საინფორმაციო ჩავთავე ხოლმე. იმედი. გაფუჭდე ეს თუ რა? იმედი. რა ჩაით. ეხუნა. ჟაკეტი შეიკარი ბოლომდე გარეთ თუ გადიხარ. კარგი რა დედა რა 30 წლის ვარ. მე 30 წლის ვერ გაცივდები? რა იყო ახლა ეს? რატო გადაიტანეს ეს პარლამენტიან ფოჩი ახლა? ვერ იყო ზუგდიდში კაცო. ანამ ხაშურიდანაც მიარბენინებდნენ. მაინტერესებს ნელიკო მოდის ქორწილში. ნელიკო იცი რა არის? არ მოდის, იმიტომ რომ რა ვიცი, ხო იცი? ხო იცი, არა ელენე, რანაირები არიან ეს ქალები თუ ხართ ვეღარ გავიგერა. ვერაფრით ვერ გადაწყვიტა აირჩია რა უნდა ჩაეცვა ქორწილში, რა კაბა თუ რა ჩაეცვა და ესე არ მოდის. აი ვიცოდი პაატა, მაგას რო იტყოდი, ვიცოდი. ნელიკო არასოდეს ჩვენთან ერთად არ დადის ხოლმე ხო და მე და ლაშამ აი ეს კაბა შეურჩიეთ. გეხოცები გადაეცი და უთხრა რომ ჩვენთან ერთად თუ წამოვა ძალიან გაგვიხარდება. კარგი, გადავცემ აუცილებლად, გადავცემ. ვაიმე რა. გაჩვენ, მიშა რასაკეთებ? გაანებე, მიშა ადექი ისოდე ფერზე. მიშა ნერვები არ მომიშალო, ადექი მეთქი ფერზე. შედი, ბიზინა შედი ოთახში. ორი ამასე. ედუარდ, რა მოგივიდა, უფროსი ხარ, მიდი, მიხედე, რაკჭის. ერთი წუთი დავაწყნარებ და გამოვიდე ხოლმე, ვერა თორე არ ვიცი. ედუარდ, რაკჭის, ამ ხელა ბიჭი ხარ, მიდი. აი მე საწყალი პაატა რა დღეში ყოფილა. აბა, შენ არიცი ნელიკოს რა დღეში ყავს. ნელიკო ეძახე, შენ ნელიკო და იქ ასრაფად ილამწყება? უი, ლაშა, რომ მოვდიოდი ბილბორდზე, ნახე დიფარფლი ჩამოდისო და არ წავიდეთ? კარგი რა თეკლა რა დავიტანჯე ყოველ წელს ამ დიფარფლის კონცერტზე სიარული. აღარ შემიძლია. შეხედე ხა, აი რა სამობენ, ხედავ თქვენ კაცო, ჰა? მომავალ თვეში, ხო კი? აი მომავალ თვეში სადარბაზოში უნდა ნაგვის ბრიცხველების დაყენება. კარგი. გამაგიჟება ესე ბიზინა გეუბნები ბიზინა მაგ ფულებს ნუ წავდა გაანებე თავი მეთქი გითხარი მე შედა რანაირი ბოქშია საერთოდ არის ის ფულის ხადრე ეს მინდა გამაგიჟება ვახ ოხმიშა რა ოხმიშიკო რას გიზა ვაიმე როგორ მიკრინა ვაიმე გამაგიჟებენ ესენი რა არ ვიცი რა აი ესე რა ვიცი ახლა ღირდა რა პრინციპში არ ნანო ხო რა ვქნა მაგრამ რა გავაკეთო არ ვიცი რა ბატონო იმ დღეს რო გთხოვე ხო გახსოვს ნიკას ქორწილში თამადა უნდა იყო შენ და არ დაიწყო ეხლა რომ სამსახურში უნდა წავიდე და რაღაცე არა ლაშა რას ლაპარაკო ბიზი ჩემი უფროსი ვარ კახა ხო იცი ხო მაგას უთხარი რომ დღეს არის მეთქი ბებია ჩემის 40-ის 10 წლის თავი მეთქი ხოსტები ხო და ანუ ხო ხო ძალიან კარგი ძალიან ესე იგი თამადაც ყოლია არა ესე ეხლა ძალიან ესე ნუ გადავწყვიტავთ და მას ვიზავთ ერთი წუთი უკაცრავად რაღაც დასარეკინო ხო იგი 1 222 473 538 2 72 470 877 333 456 342 8 ხო ისა ხო ნელიკო მე ვარ ხო ისა ნელიკო სხვათა შორის ელენემ და ლაშამ დაგპატიჟეს ნიკას ქორწილში კარგი ვეტყვი გადავცემ რომ არ მოდიხარ კარგი ხო ბოდიში ერთი ბოლომდე დამთავრებინე რა ხო ეს ნელიკო ის ლაშა მთხოვა რომ ეხა ოჯახის ახლობელი ხარ და იქნებ თამადა იყო ხო ვიცი გასაგები არსო ვეტყვი გადავცემ კარგი ნელიკო კაი მაპატიხ
ლაშა რაც მე ვერ ვიქნები თამადა ეხა მე ღვიძლი მაწუხებს და ვერ ვსვავდა აბა თამადა როგორ ვიქნები ხო აი მე გამაგიშებს გაჩერდი სად მიგიხარ ამას უყურე თავზე ოხარ ვიცი გამაგიშებს ასე აი მე რა გამახსენდა 10 წლის წინ ლაშამ რა თქვა ვისახსოვს ვაუ გაახსენდა ვიღაცას მაინც გაახსენდა რა მე მახსოვს თეკლა მახსოვს ლაშამ თქვა ნიკას ქორწილში ძალიან მაგრად ვიცეკვებო მართლა აი 10 წლის წინ არა და ესე მგონია თითქოს 10 წუთის წინ იყო მეც ეგრე მახსოვს პაატა თითქოს 10 ყვილად ნუ მეთანხმები შენ მაინც მოგიწევს ცეკვა აიგე ხო და ვიცეკვებ მე რა პრობლემაა რა სიცეკვე ბიჭო რა შეიძლება დაიწყე ვერ გაინძრები საერთოდ ადგილიდან რანაირად იცეკვე ვერ დგები ხო რა ძალიან კარგათაც ვდგები რატო ვერ ვდგები იცეკვებ ხო აი ერთი მანდრო პულტი დევს მომაწოდი აბა მიდი მომაწოდი აი აქ დგავარ და მომაწოდი მიდი მოგა მიდი მიდი ლაშა თამამად მიდი თამამად ეს არაფერ შუაში არ არის ვიცეკვებ მეთქი გეუბნები შენ რო გეუბნები ვიცეკვებ ხო ვიცეკვებ ძალიან კარგათაც არაფერი ამა კარი არ უნდა დაკეტოთ რომ გამოდი ფაქტი და ტუალეტიდან რა დღეში უყურე ფუ უყურ რა არის ედუარდ მოდი აქ რა არის ედუარდ ამხელა ბიჭი ხარ ხო გით ჯერ ესეთი 3 ევრო შედიხარ და ეთაჩურებით რა არის ვიგასწავლეთ აი დაუშვათ ხო ქენით მაგრამ ხო იცი რომ უნდა გააგზავნო მე ეს არა რისთვის არის წითელი ღილაკი მიდი ახლა და მიაქცი ყურადღება ელენე უნიტაზი გაქვს გამოსასვლელი რატო? რატო ელენე რატო შედი ერთი ნახე შენ მაძმო გარნოს რო დაამსგავსა ნახე მან არ მომიყვანო პაატა გეხო ოღონდ შენ აქამდე მოდი და მე თვითონ გავილახავ ჩემ თავს ლაშა მოდი გამანები ერთი ჩემი ტელეფონი რეკავს ხო? მოიცა საით აქედან ისმის ხმამენ Bueno, Asha. Aló? ხო, мама. ხო, ელენესთან ვარ, ნიკას ქორწილია და ხო, არა, ჯერ პატარძლის ოჯახში მივდივართ, მე რესტორანში და ბოლოს კლუბში. კლუბში მოხალ შენ? კარგი. მამა ჩემა პირდაპირ კლუბში მოვაო. მართლა, რა კარგი, ესე იგი დღეს ძალიან მაგრად ვერთავით. რესტორნის მერე კლუბში მივდივართ? ხო. ой, კი არ მახსოვთ ერთი წუთი რაღაც. მიყურე ამ ხო ისი ისინეთ ხო ისინეთ რომ დავამთორებ ამის განმადებას და მე ფანრიანს რო გამოვიტან აი მე ნახე ალო ნელიკო მე ვარ საქმე საკეთებდი ბოდიში ხო უცბად გეტყვი აი ეს ნელიკო აღარ მახსოვდა და თურმე რესტორნის მერე ნიკას ქორწილის მერე ხო რესტორნიდან მივდივართ კლუბში ხო და აი ხო ხტები პირველ საათზე ვიქნები სახში მაქსიმუმ 2 საათზე მაქს კარგით 11-ზე სახში ვარ აი მე ხო ბავშვები ჩავსვი ტაქსში გამოუშვი და აივანთან მოფრინდებიან და მიდი გახედე აიმე გემოდიფიცირებული კარალიოკის соуზის ყიდვა დამავიწყდა. ჩავალ მე ქვემოთ და მალე ამოვა. მიდი ხო. ლაშა, მეზობლებს ყოველ სეპატირებით? კი, თითქმის ყველას. საწყალი ემზარი ბიძია, სულ ეუბნებოდა ნიკას რომ იმდენი უნდა დავლიო შენს ქორწილში იმდენი რომ აი მაგიდაზე გავიშლართო, მაგრამ კი არის ახლა გაშლართული სადაც. საწყალი ემზარი და საწყალი ნუნუც როგორ მეწოდება, როგორ გაუხარდებოდა ახლა საცოდავს ჩვენთან ერთად რო იყოს აქ. აბა, ნუნუა საწყალი კაცო, აბა ახლა არის მარტო ამერიკაში, ნიუ-იორკში, მე-5 ავენიუზე. იქ თავი მარტო, სულ მარტო თავის 2 მოსამსახურესთან ერთად. ესე მარტო შეხვედი და ამოხვედი? ხო, თეკლა ეთყობა ლიფტი გააკეთეს. ეთყობა კი არა გააკეთეს. პატა, ლიფტში შენ გამოვაკარი განცხადება. რომელი? რომელი და 3 კაცზე და ან 1 ლაშაზე მეტი არ შემოხვიდეთ. არა ელენე ეთყობა ჩემმა ბიჭებმა იმაიმუნეს და მაგათ ენაც სვოლოთ პაატა მამა.
ელენე, ნიკა სადა? ზემოთ არის, ჩამოვა მალე იცომს. ბექა ხო მეჯვარე? ხო, თეკლა ბექაა მეჯვარე, ხო? დარწმუნებული ვარ ეხლა თქვენ რო ხსოდნო და წინასწარო გია სამსახურიდან გამოვაგდებდნენ და ისე დარჩებოდნენ, ხო? არც ეთყოდა ალბათ ნიკა ბექას რო ჩემი მეჯვარე იყავიო. ხამები რო ხართ სულ ყველა. ეს არ არის, კიდე არ არის ნორმალური, კიდე არ არის ეს. ელენე მომისმინე, შენ მარინას შეურიგდი თუ კიდე არ ელაპარაკები? არა, შეურიგდი, მაგრამ მაინც გაბრაზებული ვარ თეკლა რა. არ ლაშას რაც დაემართა სულ მაგისი ბრალია რა. არ შეიძლება ადამიანს ამდენი აჭამო, ნუ. კარგი, რა, კარგი ელენე რა. მარინა არაფერ შუაში არა. შენ ნუ იცავ? მარინა არისო ყოველდღე რო შემოქონდა ქათამი კამბოჯურად, კომბოსტო ნუში სოუსში, იხვი ბროწეული შიქთავსით, კიდე შემოქონდა პიურე ესპანურად და რაღაცა თევზი რაღაცა ბრაზილიურად. არა, მაგასაც როგორ არ მობეზრდა ეს ერთი და იგივე საჭმელები ვერ ხვდები. იყავი ლაშა არ წამოხდე მე გავაგებ, იყავი. მოგზანდით გამარჯობა მეზობლებო. აბა, სიძე სად არის? ტრანჭება და ჩამოვა. ისა, ლაშა. შევთხოვით საინფორმაციოსთვის ხომ იყურებია, ჰა? ვერა. ვერ უყურე, ვერა, იმიტომ რომ ოთახიდან გამოვდიოდი, ხო და 3 საათიანისთვის მინდოდა მეყურებინა და სანამ გამოვედი 6 საათიანი სპორტსლის მივწა. ესე იგი არაფერი არის, ხო ახლა ეს ქართული ბორჯომი და ღვინო ახლა რუსეთში შეუშვეს თუ არ შეუშვეს? რა არის გიაკაცო, რა არის კაცო? დავიტანჯე რა, ხან შეუშვებენ, ხან შეიტანენ, ხან გამოიტანენ. ხან რას სარბენი წინ და უკან ვეღარ გავიგე და. ან არც იმაზე არაფერი არის, რა ქვია ხა ნატოდან როდის გამოვდივართ? ია მომისმენთ, რას ლაპარაკობს? ეგრე ადვილი კი არა ნატოდან გამოსვლა. ჯერ უკან გამოსასვლელი გეგმა ზაპი არ მოუციათ მაგათ ჩემთვის, აბა. ნიკა, დედიკო, ჩამოდი. მოვდივარ. გიძე. ნიკა გილოცა. აბა გილოცა. გილოცა. მეს გილოცა ნიკა. ხომ არ ნერვიო? არა, მარინა დეიდა, რატომ უნდა ვინერვიო? პირველი ცოლი ხომ არ არის, არა? გენაცვალოს ბიძარაში. არგით ეხლა გეყოფათ ის რანაირი ცოლი იყო საერთოდ. ქორწილში ხალხი არ იყო დაშლილი რომ დაშორდნენ. ელენე ისე რამხევა კაცია უკვე ნიკა ცოლი რომ მოყავს. აბა ხო, ისე შენ და ილიამაც უნდა იჩქარო, თორე გაგიფრინდა ნიკა, მალე ლაშაც გაგიგორდება და დაჭერა. დედა, მოსაწვევები ხო ყველგან გააგზავნე? კი, დედიკო, ყველგან გავაგზავნე. ყველგან ნიკა, დედიკო, იცი რა მაინტერესებს? ქორწილი რბილი ლუთი იწერება თუ ჩვეულებრივად? ჩვეულებრივად და ბოლოს იოტა. იოტა. ამ თეკლა ეს ახალი გრამატიკა ვერაფრით ვერ დავიმახსოვრ. გია, როგორ გარბის დრო არა, აბა, ეს საწყალი მაინც მოსწრებოდა ამ ბედნიერებას, მაინც რაღაცნაირი სხვანაირი აფთარი იყო ეს რა. არ გავიდე? დროაო. უკვე ვაგვიანებ. გავიდა, თითოჭი გადავლიოთ, თითოჭი გადავლიოთ და ნიკა, დედიკო, საქორწინო ნიშნობის საყურე ხო აიღე ხო არ? კი, დედა. გავიდე, ნიშნობის საყურე. გაჩერდი ახლა. კარგი რა, პატაკაცო, კარგი რა, კაცო. ასე იზრდები და ჩქუა არ გემატება, ხო შენ არ გემატება. მე რამდენად უნდა გააკეთო ეს გამარჯვება? რაგიდა ეხა, იყავი ცოტა ხანი ეგრე რა, ხო ხილა ადგილი აღარ არის, იყავი. შეგიდეთ. ლაშა, ითვერ შეეცვია ახლა ამას, ამოგივიდა. იცი რა ქენი? აი ეს უნდა დაამუღამო რა, ბაგაღები როგორც საჭამს რა, ბაგაღი რო ჭამს ხოლმე ესე, ენას რო გადმოახტურებენ და დაიჭერენ ხოლმე საჭმელს და ესე. აგი აზრია. კაცო, ბაგაღები შვებიან ესე წინიდან და უკნიდან ვერ შვები მე ეგრე, ვერა. ლაშაბიძე, აი. მომაბრუნე, არ ახარ ნორმალური არ ახარ შენ, არა, ხო. დალია. ნიკა, ჩემო კარგო. შენ გენაცვალოს ბიძე. სულ ასეთი ბედნიერი ყოფილიყავი. მადლობა. სულ, ხო. დიდი მადლობა ლაშაბიძე, მაგრამ თუ გახსოვს შენ, რას დამპირდი 10 წლის წინ, ჰა? გაიხსენე, აბა თუ გახსოვს, შენს ქორწილში უნდა ვიცეკო რაღაცეები, ჰა? აი, ეგ კი არ მახსოვდა, ეხა.
ეკერ მაქვს ეხა უკვე მოკლედ სანამ ლაშა არ იცეკვებს ფეხს არ გაადგავთ არავინ არსად ლაშა ისე ადრე სუქანი რო იყავი ხოლმე გახსოვს აი ესე რა შევკავდი ეს სუქანი და ეხლა უსაშველოდ და არანორმალურად რო გასუქდი ხო ეხლა როგორ ცეკვა ესე ესე ცეკვა ხო ვიცე შენ ავდგე ვიდიახაც ვიცეკვებ და როგორ საჭიროა ისე ვიცე მიდი იცე მიდი ლაშა მიდი აბა იცე მიდი მიდი იცეკვე მიდი ლაშიკო მიდი აიტა საკვარისი ოჩახ ლაშაბიძია ოჩახ პირობა შესრულებულია აი ხედავ ლაშამ პირობა შეასრულა და იცეკვა და შენ ვერა დაგიყვან ხო ამ პარიზს დაგიყვან ხო მარინა დაგიყვან რა მოგედა ბიაბიძია რაღაც უნდა გითხრათ მოგედა აი ეს პარიზის საგზურები გამომართვით და თქვენ წადით რას ლაპარაკობ ნიკა რა აიგეთ დიდი კი არაფერია ჩვეულებრივი ტურია ფრენა კერძო თვითფრინავით პერსონალური გიდი 10 მოსამსახურე და 6 ვარსკვლავიანი სასტუმრო თქვენი იყო თქვენ წადით აი მეს ნიკა ნუ რა და თქვენ რა სიზამთ კაი თქვენ საწახვალთ ჩვენ ყვარლის ტბაზე წავალთ შენ მაიმუნე შენ მაინც უკეთესი დაეტოვე არა დიდი მადლობა ხო წავიდეთ ხო მოიცადეთ ჯერ ვიმღეროთ და ისე წავიდეთ მე გიმღერებთ რა მე გიმღერებთ ბოლო მოეღო შენს პარპაშს თავი გაყავიდით შარში თეკლა მოდი ჰიტები არ გვინდა რამე ტრადიციული ვიმღეროთ ტრადიციული ვიმღეროთ მე ვიმღერებ თან წავიდეთ აბა წავიდა ვისია ვისია მაჩერდი პარა რანაირად ელენე რატომ ეჩხუბები ეხლა ესია და რა ვქნა რა ჩემბრალი ხო და წავიდა ვისია